Ამ კვირას უბედური შემთხვევა მოხდა ბარათაშვილის ქუჩაზე. შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა 6 მოზარდს დაეცა, სამწუხაროდ ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობა 2008 წელს გარემონტდა. რამ გამოიწვია შუშის ჩამოვარდნა, ამას სამხარაულის ექსპერტიზა დაადგეს. ამ შემთხვევამდე ერთი თვის წინ ახლად გარემონტებულ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. შენობიდან ჩამონგრეული ბათქაშის გამო დაზიანდა ერთ-ერთი ქალბატონი გასული წლის ზაფხულში. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა, დაზარალებულ ქალბატონს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. რა ვიცით და რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ქალაქები ურბანული თვალსაზრისით. ამ თემას განვავრცობთ ახლა ჩვენ სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს სტუდიაში. ბატონი გიორგი სულთანიშვილი უსაფრთხოების ექსპერტი და ბატონი ნიკოლოზ აბაშიძე ურბანისტი. საღამოშტობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და სტუმრობისთვის. მოდით ბოლო ტრაგიკული შემთხვევიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენობის ფასადი ხდება სიცოცხლისთვის საშიში? ბატონ გიორგი, დავიწყოთ თქვენგან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ესეთ შემთხვევებში ძალიან დიდი როლი აკისრია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებს. თუმცა მხოლოდ სახელმწიფო ფონს ვერ გავა, თუ არ იქნება მოთხოვნა უსაფრთხოებაზე, საერთოდ ზოგადად უსაფრთხოებაზე მოსახლეობის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან. აი კონკრეტულ შემთხვევაში ვიდრე განავრცობთ ამ თემას, ძალიან არ ვიცი, ცოტა რთული იქნება ალბათ ამაზე პასუხისმგებელი პირის მოპოვება. შენობას რემონტი ჩაუტარდა თუ არცები ფასადური რემონტი ჩაუტარდა 2008 წელს, 2008 წლიდან. აი რა პერიოდი უნდა გავიდეს, რომ ჩავთვალოთ, რომ მაგალითად ხელახალი შემოწმება ან გარემონტება არის საჭირო კონკრეტული, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა ფასადის გარემონტება. გასაგებია, დიახ, ვიცით, ძალიან რთულია ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, დამნაშავის მოძებნა, თუმცა ამაზე გამოძიება უკვე დაიწყო და შესაბამისი სტრუქტურები გაგვცემს პასუხს, თუმცა აქ ალბათ აშკარად სახეზე გვაქვს სამშენებლო ნორმების დარღვევა, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ გარემონტებული შენობიდან შეუძლებელია ესეთი თავისით ვარდებოდეს ასეთი ფართო ან დიდი შუშის ნატეხები. აუცილებელია ასევე მონიტორინგი პერიოდული შენობების, რომელიც მით უმეტეს ესეთი ქალაქის ცენტრში არის და საკმაოდ ესეთი დიდი შუშის მინებით არის შემინული, რომელსაც ალბათ სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონდეს რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგი. აი თქვენ თქვით, რომ უსაფრთხოებაზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. აი როგორ შეიძლება ეს გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, იმ მოთხოვნის გაზრდაში გამოიხატება? იცით რაშია საქმე? არსებობს რამდენიმე რეგულაცია, რაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რომ არსებობდეს. მაგალითად, ერთ-ერთი რეგულაცია დადგენილება, მთავრობის დადგენილება 477, სადაც საუბარი არის შრომის უსაფრთხოებაზე. იქ პირდაპირ არის საუბარი, რომ აუცილებელია ნებისმიერ ობიექტზე იყოს უსაფრთხოების პერსონალი. თუმცა არ არსებობს სტანდარტი რა ცოდნის მფლობელი უნდა იყოს ეს ადამიანი, რა სტანდარტიზაცია უნდა ქონდეს თუ სერტიფიკაცია ამ ადამიანს. შესაბამისად, მხოლოდ რომ მივცეთ რაღაცა ერთგვარი ჩეკლისტი ადამიანებს ძალიან გაუადვილდება ბიზნესს, რომ უბრალოდ მონიშნოს, რომ ესა თუ ის რეგულაცია დააკმაყოფილა. მაგრამ ამის იქეთ არის აუცილებლად საფრთხეები, რომელიც თითოეული ობიექტისთვის ან თითოეული საზოგადოების თავშეყრის ადგილისთვის არის მხოლოდ რელევანტური და მხოლოდ იმ ობიექტზე არის. ამიტომ აუცილებელია რისკების შეფასება კონკრეტული ობიექტისთვის. აი ეს ცოდნა აუცილებელია მიეწოდებოდეს პროფესიონალების მხრიდან. რაც შეეხება ერთი მინდა დავამატო, რომ აუცილებელია რეგულაცია იყოს ასევე აი ამ ცოდნის და ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციებზე, რაც საქართველოში მრავლად არის და აი იქ რეგულირდებოდეს, რომ რამდენად პროფესიონალი აწვდის ამ ინფორმაციას მოსახლეობას თუ იქ მომუშავე ადამიანებს. კი ბატონო, ამ უსაფრთხოების საკითხებზე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტს, მეტრო ვარკეთილში მომხდარ საკითხს. აქ გარდა რეგულაციების, კიდევ მეორე საკითხი გაჩნდა ტენდერის თემა, როდესაც სახელმწიფო
აცხადებს ტენდერს და ტენდერში არჩევს კომპანიას, რომელსაც აქვს დაბალი ფასი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მოცემულებაში კორუფციის საკმაოდ დიდი რისკი ჩნდება. მაგრამ როგორც ვიცით, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, იაფი მოკლედ ხარისხთან გარკვეულად კონფლიქტში მოდის. აი, აქ სად გადის შუა ზღვარი თქვენი აზრით? ესეც არის ერთგვარი პრობლემა, როდესაც იგივე ურბანულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სხვათა შორის შესყიდების კანონი მართლა ამ სერიოზული ხარვეზებით არის, როგორც სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ მხოლოდ ფასით ხდება გამოვლენა გამარჯვებულის, თუმცა არსებულ კანონმდებლობითაც შეიძლება, ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითია, რომ ჩავწეროთ მოთხოვნები, მაგალითად გამოცდილება ორგანიზაციების, მათი ბრუნვა, ანუ რაღაცით შევზღუდოთ ორგანიზაციები და არ მივიღოთ მხოლოდ დაბალი ფასი. ალბათ დრო არ გადაიხადოს ჩვენი კანონმდებლობაც ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად სახელმწიფო გადაიხადოს თანხა იმაში, რაც რეალურად ჭირდება და არა გაიმარჯვოს მხოლოდ ფასით რაღაც რომელიმე კომპანიამ. ამ დროსაც პასუხისმგებლობა ორგანიზაციებზე, ვინ არის დამნაშავე, ძალიან რთულია, იმიტომ რომ როგორც ბატონმა აღნიშნა, იწყება ყველაფერი პროექტირებით. პროექტირების მონიტორინგით, შემდეგ კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა. რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით საერთოდ კონსტრუქციული ნაწილის მხოლოდ შეთანხმება ხდება მერიაში, მაგალითად მშენებლობის დროს. და მხოლოდ დასკვნა კეთდება. ანუ ესეთი მდგომარეობით ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივედით უკვე ფაქტია და ალბათ აი უკვე თქვენი გადაცემაც ამის მოსაზრება რომ მოსახლეობიდან წამოვიდა საზოგადოებიდან წამოვიდა უკვე მოთხოვნა რომ რაც იქნება შექმნას უკვე ხარისხით და უსაფრთხოება რა თქმა უნდა სამოქალაქო უსაფრთხოების ნომერი პირველი ამოცანა არის სახელმწიფოს მხრიდან და ეს აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მე ისევ იგივეს გავიმეორებ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის და ცოდნის სწორად მიწოდება. ძალიან რეგულაცია ვახსენე, სადაც ნახსენებია, რომ უნდა იყოს სერტიფიცირებული, მაგრამ რომელი სერტიფიცირებული, ანუ რომელი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ანუ უსაფრთხოებას უნდა შევიგრძნოთ, ასე ვთქვათ, კულტურა უნდა გაჩნდეს, მოთხოვნა უნდა გაჩნდეს მოსახლეობაში, რაც უკვე ნელ-ნელა პრინციპში შეიმჩნევა ეს ტენდენცია და სახელმწიფოც უკვე მოსახლეობის ნებას აუცილებლად გაითვალისწინებს და შედეგიც გვექნება. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი სულთანიშვილი, ნიკოლოზ აბაშიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა ბატონებო, გადაცემაში მობრძანებისთვის.